თელია სალომე კახეთელიძე უკვე შემოგვიერთნენ და დღეს გავარკვევთ რამდენი ხნით ადრე თუ გვიან არის რეკომენდებული დიოდი, ალექსანდრიტი თუ ნემსით ეპილაცია ნამზეურის პარალელურად და დროს. დილა მშვიდობის. დილა მშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ბოლო დროს ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არის ლაზერული ეპილაცია. ამ პროცედურის მიმართ ქალების დამოკიდებულება ორად იყოფა. ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს საუკეთესო საშუალება არასასურველი თმისგან სამუდამოდ განთავისუფლებისთვის, ნაწილს კი კისტისა თუ სიმსივნის პროვოცირების, ასევე დამწვრობის განვითარების შიში აქვს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, და თანხმდებით, რომ სანამ ლაზერულ ეპილაციას მივმართავთ, აუცილებელია დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. თან ზაფხულიც დადგა, რა დროსაც კიდევ უფრო აქტუალური ხდება ამ პროცედურის მიმართვიანობა და ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ იზრდება კანის გაღიზიანების რისკებიც. სწორედ ამიტომ დღეს რუბრიკა თქვენი ჯანმრთელობისთვის ფარგლებში გავიგებთ, რა უნდა ვიცოდეთ ეპილაციის გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ. დილა მშვიდობის, რა თქმა უნდა, დერმატოვენეროლოგის აზა თელია, როგორც ყოველთვის საინტერესოდ გვეპასუხებს დასმულ შეკითხვებზე. აქტუალური თემა არის ძალიან, სალომე. ცხელი. ხო, და ნახეთ სტატისტიკურად თუ შევხედავთ, რატო არის აქტუალური. 2015 წლის მონაცემებით ფოტოეპილაცია, ანუ ეგრეთ წოდებული ლაზერული ეპილაცია არის მეოთხე ადგილზე ყველაზე მოთხოვნად არაქირურგიულ კოსმეტიკურ პროცედურებში. ბოტოქსი, ფილერი, ფილინგის შემდგომ, ანუ მეოთხე ადგილზე დგას. ანუ საკმაოდ მოთხოვნადია და მათ შორის არა მარტო ქალბატონებში, ასევე მამაკაცებშიც. და რაღაც თითქოს იმ დანარჩენ სამზე მეტად ლაზერული ეპილაცია საჭიროებასაც მოითხოვს თითქოს. ხო. რამდენად საშიშია? ზოგადად ლაზერული ეპილაცია ითვლება უსაფრთხო მეთოდად კოსმეტიკურ პროცედურებს შორის, თუმცა არის აუცილებლად გასათვალისწინებელი გარკვეული ტიპის, ანუ რაც უნდა რეკომენდაციები დაიცვას ადამიანმა ან გაკეთებამდე, გაკეთების შემდგომ და თვითონ ტექნიკურადაც ტექნიკოსი, ვინც კოსმეტოლოგი აკეთებს ეპილაციას, ის უნდა იყოს გამოცდილი და სწორად უნდა აკეთებდეს. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რატომ დავწერე მე ესეთი წინადადება, ეს არის FDA-ის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების წამლის და საკვების ადმინისტრაციის განმარტება ეპილაციასთან, ლაზერულ ეპილაციასთან მიმართებაში აუცილებელია, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ ლაზერული ეპილაცია არ გულისხმობს თმის ამოსვლის სრულ ელიმინაციას, ანუ სრულ გაქრობას, ეს შეუძლებელია. როგორი განმარტება აქვს FDA-ის, ეს ნიშნავს ხანგრძლივი, სტაბილური თმის შემცირება, ანუ თმის შემცირება და თმის შემცირება ხდება შემდგომ გაზრდის, ანუ შემდგომ იზრდება ისევ თმა, ანუ გაზრდა ხდება და უბრალოდ შემცირება. კარგი ეფექტი გვაქვს და ვამბობთ, რომ გაგვიქრა თმა, რაღაც პერიოდის შემდგომ ისევ დავუბრუნდეთ. დიახ, ზუსტად ამაზეა საუბარი, ანუ პროცედურულად რომ თმის ამოსვლის სრული ელიმინაცია მოხდეს, ესეთი რაღაცა შეუძლებელია. შემცირება, რა თქმა უნდა, ზუსტად ამიტომ არის FDA-ის განმარტება ასე, რომ ეს უნდა იცოდეს ადამიანმა, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვეუბნებით, რომ ლაზერული ეპილაციის შემდგომ თმა აღარ ამოვა, ეს არის არასწორი რეალურად, ანუ არასწორი განმარტება და არასწორი რეკომენდაცია ზოგადად. რა უნდა იქნას გათვალისწინებული? ჩვენ ვიცით, ყველაზე ხშირად გავრცელებული არის, როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრი და დიოდი. მოდი ვთქვათ, რომ 4 ტიპის ფოტოეპილაცია, ანუ ლაზერული ეპილაციის მეთოდი არსებობს, ეს არის რაბი, ალექსანდრიტი, დიოდი და ეგრეთ წოდებული იაგნოდიუმი. რა განსხვავებაა? ზოგადად ფოტოეპილაციის დროს ფოტოეპილაცია იყენებს ულტრაისფერ ტალღებს და ის განისაზღვრება ნანომეტრებით. განსხვავება ზუსტად იმაშია, რომ მაგალითად რაბი არის 694 ნანომეტრს უშვებს ტალღის სიხშირეს, ალექსანდრიტი 755-ს, დიოდი 800-დან 800-მდე და იაგნოდიუმი 1064 ნანომეტრს. შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე ეფექტური, რადგან უფრო მეც უშვებს ბოლო აღნიშნულთაგანი იყოს? არა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაზერული, ანუ ფოტოეპილაცია ყველაზე ეფექტურად ითვლება იმ ადამიანში, ვისაც აქვს უფრო
მოთეთრო ფერის კანი და შავი ფერის თმა. რატომ? იმიტომ რომ ეს ტალღა ზუსტად იჭერს მელანინს, კარგად ხედავს, ანუ კანის მელანინი არ მოდის ურთიერთქმედებაში თმის მელანინთან რეალურად და უფრო კარგად ხედავს, ასე ვთქვათ. ამიტომაც არის ზოგადად ქერა და ასე ვთქვათ, ქერა და თეთრი თმის ფოტოეპილაცია, ლაზერული ეპილაცია შეუძლებელია, ანუ არ ხდება ეფექტს ვერ მივიღებთ. ამიტომ ყვითელ თმაზე, ანუ გამოსავალი რა არის ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში უნდა მაშინ მოხდეს ეგრეთ წოდებული ელექტროეპილაცია, ანუ ნემსით ეპილაცია უნდა გაკეთდეს. თუმცა თლიან სხეულზე ძალიან რთულია. ხო, ნემსით ეპილაცია. ნემსის ეპილაცია უფრო რთულია და უფრო, ტკივილი შეგრძნება უფრო მეტი არის ხოლმე. უნდა აღინიშნოს შემდეგი საკითხი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს კანის ტიპები. პირველიდან, მეოთხე ან მეექვსე ტიპის კანის ადამიანები არსებობენ, კანის ტიპები არსებობენ. აი, როგორ უნდა ავარჩიოთ? პირველი და მეორე ტიპის კანის მქონე ადამიანები, ანუ ესენი არიან უფრო თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანები, უნდა აირჩიონ ან რაბი ან ალექსანდრიტის ლაზერი. ალექსანდრიტის ლაზერი შეიძლება იყოს მესამე ტიპის კანისთვისაც, ეს უფრო მუქი, ანუ ხორბლისფერი კანს ეძახიან, ხოლო დიოდიც ასევე პირველიდან მესამე ტიპის კანის მქონე ადამიანებმა, ხოლო აი მეოთხედან მეექვსე ტიპის მქონე ადამიანებმა, აქ უკვე იგულისხმება უფრო შავი ფერის კანი, რასაც ეძახიან. ამ შემთხვევაში უნდა აირჩიონ იაგნოდიუმი, ის უფრო ეფექტურ და უფრო უსაფრთხო მეთოდად ითვლება ასეთი ტიპის კანის მქონე ადამიანებში. ფაქტობრივად ჩვენს რეგიონში გამოდის, რომ დაახლოებით პირველიდან მესამე ტიპამდე უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელია. პირველიდან მესამე ტიპის მქონე ადამიანები უფრო მეტად ცხოვრობენ საქართველოში. დიოდიც უფრო მეტად გავრცელებულია. აი მე აღვნიშნე, ნახეთ, სახე და კისერი. ეხლა სახე და სხეულის სხვადასხვა ზონები და ენდოკრინოპათია კითხვის ნიშნით. ეს რატომ დავწერე ახლა? თვითონ სანამ ეპილაცია გაკეთდება, თვითონ ტექნიკოსმაც უნდა შეაფასოს რეალურად რა ადგილებშია და ხომ არ არის ჰიპერტრიქოზი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც ჰორმონალური პრობლემები იყოს, თუ მაგალითად ადამიანი მივიდა და კისრის არეში ან მაგალითად ქალბატონი ან გოგო ან ქალი მივიდა ლაზერული ფოტოეპილაციაზე და კისრის არეში ან სახის არეში არის მოჭარბებული თმიანობა, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს და ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ ენდოკრინოპათიაზე და შეიძლება მას დასჭირდეს გარკვეული ტიპის გამოკვლევები და და მსგავს ადამიანს ხელი არ უნდა მოკიდოს. არა, შესაძლებელია გაკეთდეს, თუმცა შესაძლებელია, უნდა აუცილებლად ის გადავამისამართოთ ენდოკრინოლოგთან, მაგალითად, რომ არ იყოს მაგალითად ჰიპერანდროგენემია და არ მოხდეს რაღაცა ზედაპირულად პრობლემის მოგვარება თითქოს. აუცილებლად უნდა დავსვათ ეს შეკითხვა წელიწადის ამ დროს ამ სეზონზე განსაკუთრებულად საფრთხილო არის ლაზერული ეპილაცია, იმიტომ რომ ვიცით, რომ არსებობს გარკვეული რისკები, საფრთხეები, მაშინ როდესაც ლაზერულ ეპილაციას და ნამზეურს ერთდროულად მიუმართათ. აი რა უნდა გავითვალისწინოთ? უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში ის, რომ სამწუხაროდ გარუჯულ სხეულზე ლაზერული ფოტოეპილაციის გაკეთება არ შეიძლება, არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. გვერდით ეფექტებში რა იგულისხმება? ეს არის როგორც წესი ჰიპერპიგმენტაცია, ლაქების გაჩენა შეიძლება მოხდეს. ეს არის დამწრობა და ეს არის ნაწიბურის განვითარება. შეიძლება ნაწიბური განვითარება. რა დონემდე ნამზეურზეა საუბარი? იმიტომ რომ ბუნებრივია გუშინ მივიღე ნამზეური ვიყავი მზეზე, ასეთ შემთხვევაში ხვალ მაგალითად მე ვერ წავალ. და პერიოდიც რომ გვითხრა ზაზა. კანი შედარებით უფრო გაღიზიანებულია. ზოგადად ხანში შემიძლია? ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არის რომ თუ საერთოდ არ იქნება გარუჯული სხეული, ამ შემთხვევაში გაკეთდეს ეპილაცია და ფოტო ლაზერული ეპილაციის შემდგომაც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ადამიანმა რუჯის მიღებისგან თავი შეიკავოს. ეს არის ყველაზე საუკეთესო 2 კვირის განმავლობაში. იქამდეც 2 კვირი, იმიტომ ძალიან რთულია, რომ 3 თვის განმავლობაში. იქამდე 2 კვირას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ 2 კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი ასევე მიმართავს
იმ საშუალებას, რომელსაც შენ არასდროს არ გვირჩევ ხოლმე, სოლარიუმზეა საუბარი და სოლარიუმის შემდეგ თითქოს არსებობს რეკომენდაცია, რომ 3-4 დღე მაინც თავი შეიკავეთ და შემდეგ შეგიძლიათ ეპილაციის გაკეთება. რამდენად რეალურია? არასწორი რეკომენდაცია, სოლარიუმიც ხო განისაზღვრება, რომ რუჯს იღებს ადამიანი, ანუ გარუჯული სხეული უკვე, ანუ გარუჯულ სხეულზე თავი უნდა იქნას, საერთო თავი უნდა იქნას შეკავებული, ანუ ეპილაცია რო გაკეთდება, ჯობია რომ გაკეთდეს ლაზერული ეპილაცია და შემდგომ თუ მაგალითად ჩვენ ვამბობთ რომ რუჯის მიღება ცუდია და არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ უნდა ადამიანს რუჯის მიღება, ლაზერული ეპილაციის შემდგომ 2 კვირის გასვლის შემდგომ შესაძლებელია უკვე გაირუჯოს. მოკლედ ცხოვრებას არ გვაცდი რა. აი მინდოდა მე თქვა ძალიან საჭირო საკითხი კისრის და სახის არე. როგორც წესი ეს არის ანდროგენ სენსიტიური ზონა, ჰორმონ სენსიტიური ზონა და ამ ზონებზე ზოგადად ლაზერული ეპილაცია რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ არაეფექტურია. ნემსის საშუალება. ხო, ანუ უფრო ელექტროეპილაცია არაეფექტურია და მას შეუძლია განაპირობოს უფრო მეტი მოჭარბებული თმიანობა. ანუ ლაზერულ ეპილაციას თუ გავიკეთებთ სახეზე, მან შეიძლება უფრო მეტი თმა გააჩნდეს. მცირე საერთოდ რო გვაქვს, თუმცა ერთ კითხვას დაგესვავ, როდიდან შეიძლება მოზარდება მიმართონ ლაზერულ ეპილაციას? კითხვა, ეს მინდოდა, კიდევ კაი არ გამოგჩა, არ აქვს შეზღუდვა, ანუ არ აქვს შეზღუდვა, ლაზერული ეპილაცია შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ასაკში და უსაფრთხოა ამ კუთხით. რეალურად, აი როცა თავს იკავებენ მაგალითად 11-12 წლის მოზარდზე მაგალითად რო არ უკეთებენ და თავს იკავებენ, არ არის ეს სწორი, პირიქით უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს თუ ფსიქოლოგიურად ბავშვი ამას განიცდის, ანუ მას წვენია რომ თმა აქვს, ანუ უნდა გაუკეთოთ, უნდა მოვაშოროთ თმა, იმიტომ რომ ამან შეიძლება მერე განაპირობოს ფსიქოემოციური ისეთი გართულებები, რომ ბავშვს დაჭირდეს მერე ფსიქოლოგია. მადლობა უნდა გითხრათ საჭირო რჩევებისთვის და ველოდებით უკვე მომდევნო პარასკევს. ეჭვი მაქვს რომ კიდევ ერთ საინტერესო თემას გავშლით თქვენთან ერთად. მადლობა დროებით.